მოკლედ, ამ ვიდეოს ჩათვალეთ, რომ ეხა ვითომ ეკრანზე ხედავთ კამერას და პირდაპირ თვალებში გიყურებ და ისე გელაპარაკებით. კამერის ჩართვას არ ვაპირებ, მაგრამ ჩარტს უყურეთ და მინდა რომ ძალიან კარგ თემებზე გესაუბროთ. ეხა უყურეთ. ზოგადად ისეთი ტიპი არა ვარ, რომ ეხა ხალხის თვალში რომ კარგი გამოჩნდე და თავი მოვაწონო და ხალხი მოვიყვანო, მაგის გამო რაღაცა ისე პიროვნების შეცვლას არ დავიწყებ და ძალით ნაზად ლაპარაკს და რაღაცეებს რა, ანუ არ მევასება ეგეთი ტიპი ვაფშე არ ვარ. აქ ამ ვიდეოში ცენზურას დაერღვევა. ზოგადად როგორიც ვარ ისე ვილაპარაკებ, სულ არ შევისვლი ძალით თავს იმის გამო, რომ ხალხს მოვაწონო თავი, ეგ ჩემი სტილი არ არის. აქ რასაც ვილაპარაკებ სერიოზულად და პირდაპირ ჩათვალეთ იმ ადგილებში დაგარტყავთ, ვეცდები რომ დაგარტყათ, რაც ძალიან არ გინდათ რომ გაიხსენოთ. მექნება საუბარი ტრეიდინგის მიდგომაზე. კონკრეტულად ფსიქოლოგიაზე არა. შეიძლება, ფსიქოლოგიური საუბარიც იქნება, მაგრამ იმიტომ რომ მაგრამ რა, ანუ ქონია უკვე 200-ზე მეტ მოსწავლესთან შეხება. რამდენი მოსწავლე მყოლია, ხო? როგორც ჩემ თავთან მქონდა შეხება, როცა ვსწავლობდი და როცა სწავლის პერიოდში ვიყავი და ჩემ პრობლემებს გადავაწყდი, ისე მქონია უამრავ პრობლემასთან შეხება. უამრავ და ბევრის უკვე ერთ-ეგივე პრობლემებიც ჰქონიათ, ხო? ძალიან ბევრი უდგებით არასერიოზულად ამ საქმეს. იმენა, ზოგი ძალიან ჯიუტობთ, ყლეზე მკიდია სავით იქცევით, როცა ეხება სერიოზულ საქმეს თემა. ტრეიდინგი, ხალხო, არ არის ისეთი საქმე, რასაც არასერიოზული მიდგომით და ესე თქვათ საიდ ჰასლად შეიძლება გქონდეთ ტრეიდინგი. ეს საქმე რომ მინდოდა, მე მინდოდა ეს საქმე გულით რომ გამომსვლოდა. ეს საქმე მე როცა მინდოდა, ხო, იქ ჩემთვის სხვა გზა აღარ იყო, მე ჩემ თავს სხვაგან ვეღარ ვხედავდი, ისე მინდოდა, იმიტომ რომ ან ეს საქმე გამომივიდოდა, ხო, ან საერთოდ ჩათვალეთ აღარაფერი დამაინტერესებდა სხვა ცხოვრებაში რა. ეგეთი მაინდსეტით ვიყავი. და ხალხი როგორ ხართ, ხო? ადგებით ერთ ადგილს მოიფხანთ და დაიწყებთ რას? ტელეფონში დაიჭერთ ტელეფონს, ადგომა გეზარებათ, თვალის გახელა გეზარებათ, ხელპირის დაბანა გეზარებათ, ლოგინის დალაგება გეზარებათ და თვალებს გაახელთ თუ არა, უცებ ტელეფონს დაიჭერთ, რაღაცა ტრეიდში შევიდე, ლომკაში ვარ. მაგ მიზნით შედიხართ ტრეიდში. ხსნით რაღაცა უაზრობა ტრეიდებს და მე თქვენ თავს ტრეიდერებს ეძახით. წახვალთ მე გაგივარდებათ ეგ მოგება და ჩააგდებთ დისკორდებში, გადააზიარებთ. კაროჩე, რავი. უამრავ სკრინს ჩააგდებთ ეგეთი ტრეიდერი რომ გაგივარდეთ, მაგრამ რო წავაგოთ, ხო? ვითომ არც არაფერი არ მომხდარა. ეგ მიდგომა არის ძალიან არასერიოზული მიდგომა. ზოგადად მასეთი მიდგომით ადამიანი ვერ ხვდები, როგორ შეუძლია სხვა საქმესთან ესე სერიოზულად მე არ მქონია შეხება რა, როგორც ტრეიდინგთან მაქვს. ეხა რომ მუშაობდი, არაფერ სერიოზულად შემე არ მუშაობდი ტრეიდინგის სწავლის პერიოდში. რავი, ხან მაღაზიაში მუშაობდი, ხან რავი, უცხოეთში მივდიოდი სამუშაოდ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდი დეტალებზე ჩემ თავზე არ ვილაპარაკებ რა. ეგეთი არასერიოზული მიდგომით არც ერთი საქმე არ გამოგივათ საერთოდ. ან როგორ შეგიძლია ადამიანს იმ ფიქრით, რომ შენ გეზარება რაღაცისთვის, იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე შენ ტრაქს უნდა რომ გააკეთო, ხო? როგორ შეგიძლია ადამიანს ეგრე იცხოვრო და იფიქრო, რაც გამოვა. ბევრ მოსწავლესთან მქონია ეგეთი საუბარი. ყოლია მოსწავლეც, ვიც ეგეთი მიდგომა ქონდა, რაც გამოვა, ეხლა ალბათ მისმენს და ხვდება, რომ თავის თავზე მაგაზე ვლაპარაკობ, ძალიან გამიკვირდა სიმართლე გითხრა, თვითონაც ის რომ მე ვფიქრობდი, რომ მას არაფერი არ გამოუვიდოდა, მაგრამ როგორც ჩანს, კარგი მოსმენის უნარი აქვს, კარგი გათვალისწინების უნარი აქვს, შეიძლება ისე არა, როგორც მე მინდა, მაგრამ ეცადა, არ დანებდა, ყველაზე მთავარი ეგ არის, თორე ძალიან მალე დანებდებოდა რა, არ დანებდა, მოისმინა, გაიგო რა იყო საჭირო. ზოგი ძალიან იგნორს უკეთებს იმ რაღაცეებს, რაც რეალურად საჭირო არ ამ საქმეში გამოგივიდეს. გაიგო რაც იყო საჭირო, რომ ამ საქმეში წარმატებული იყო და გააკეთა. უბრალოდ გააკეთა. ზოგს რა, ძალიან ბევრს რავი, ალბათ თქვენი ტრეიდინგ გეგმაც არ გაქვთ ჩამოწერილი.
რაც ძალიან დიდი შეცდომაა, რასაც შეიძლება ტრეიდერი უშვებდეს, რომ გეგმაც არ გაქვს ჩამოწერილი რა, მაგრამ იმათზე ვიტყვი შუქი ჩავაქროთ. იმათზე ვიტყვი, ვისაც გეგმა გაქვთ დაწერილი და მაგ გეგმას არ მიყვებით, იმიტომ რომ არ გჯერათ თქვენი თავის რა. როდესაც თქვენ გემოს გაუგებთ, რომ გეგმას რო ასრულებთ, თქვენ თავს თუ იმ დონეზე ხართ, რომ მარკეტზე გესმით რა ხდება და იმ დონეზე ხართ, რომ შეგიძლიათ მარკეტზე იტრეიდოთ, თქვენი ხედვა გაქვთ და გეგმაც გიწერიათ, უბრალოდ თქვენ თავს 1-2 თვე მიეცით, ხო? 1-2 თვე მიეცით და მაგ 1-2 თვეში თუ შედეგი ვერ დადეთ, არ ვიცი, რა გითხრათ, იმიტომ რომ თუ მაგ დონეზე ასულები ხართ, 1-2 თვე, რომ თქვენ გეგმის დაურღვევლად იყოთ და სისტემატიურად მიყვეთ მარკეტს და მოთმინების უნარი გამოიჩინოთ, შანსი არ არის უბრალოდ ადამიანს რო არ გამოუვიდეს. ეგ არის უბრალოდ სიჯიუტე, თუ მაგის მერე არ გამოგივიდა. ეგ არის სიჯიუტე. უბრალოდ არ გინდა მაგის გაკეთება და შენთვის არც არის. ყველა ტრეიდერისთვის დგება ის მომენტი, როცა უკვე დაიღლება ამ გეგმის დარღვევით. და ორი არჩევნის წინაშე დგები, ან დაანებო ამ საქმის თავი, ხო? ან გეგმას გაყვე. ძალიან ბევრჯერ მქონია იმის სურვილი, რომ ამ საქმისთვის თავი დამენებებინა. ძალიან ბევრმა არც იცის იმაზე ბევრად მეტჯერ მქონია იმის შიში, რომ ეს ჩემი ტრეიდინგ მიდგომა მარკეტზე ხედვა, ICT კონცეფტი რაც არის, ხო? არ მუშაობდა და მინდოდა ასევე სხვა სტრატეგიაზე გადავსულიყავი. ბევრი შეიძლება ეგრე იყოთ. მაგრამ იქნებოდა ყველაზე სისულელი და ცუდი გადაწყვეტილება, რა პროგრესიც მე ამ წელნახევარში განვიცადე. ტრეიდინგ ტექნიკურ მხრივ მარტო რა. ტრეიდინგზე ლაპარაკი არ არის, ისეთი პროგრესი მაქვს, რასაც არ მოველოდი და ვერც მოველოდებოდი იდეაში, ხო? იყო დაუჯერებელი ჩემთვის, იმიტომ რომ ესე თქვა არ ელოდები მასეთ რაღაცეებს რა, მას რაღაც ცხოვრებაში არ ელოდები. ვერ ფიქრობ, ანუ ეხა კი ვფიქრობ, რომ 2 წელიწადში მარკეტს დედას მოუწყნავ, მაგრამ ისეთი რაღაცაა, რომ მოხდება მაგას არ ელოდები. ან ვერც შეამჩნევ და მე გაანალიზებ მაგ ყველაფერს. ხო დაუბრუნდეთ ეხა თქვენ თემას ისევ, არასერიოზულ მიდგომას. რავი, იმდენი მოსწავლე მყოლია და იმდენს ქონდა ესეთი შეცდომა, რომ ეხაც მახსენდება ძალიან ბევრი, რომ დიდი ხანია უკვე ტრეიდობენ. სხვადასხვა ჩვენამდე ვინც ტრეიდობდა ჩვენთან მოდიან, ნახავენ რომ რაღაც ამბობენ რომ ეს რატო არ ვიცოდი აქამდე, რატო არ მასწავლე, ეხა მარკეტს დედას მოუწყნავ, რავი. ეს რა ვისწავლე, ეს ICT ეს რა ყოფილა, რა მაგარი რაღაცა მასწავლეთ. ესეთი რაღაცები რატო არ ვიცოდი აქამდე და გონიათ რომ რაღაცას სწავლობენ. იდეაში კი, ჩემი აზრით და ძალიან ბევრის აზრით, მარკეტზე ყველაზე ზუსტი კონცეფტი რაც არის, დღესდღეობით არის ICT კონცეფტი, smart money კონცეფტი რაც არის, ხო? ყველაზე ზუსტი. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა ოქროს საწმისი არის და რაღაცა სასწაული არის, რომ ფული ბეჭდოს. თუ ტრაკი არ გაანძრიე და არ ისწავლე და გეგმის შესრულება ისე არ გააკეთე, როგორც საჭიროა, ხო? ეს კონცეფტი ვერ გიშველის, ეს ტექნიკური ხედვა, ეს რასაც ეს ტექნიკური მეცნიერება, ანუ ICT კონცეფტი რაც არის, ტექნიკური მეცნიერება იძლევა, ხო? თუ არ ისწავლე, გამოცდილება არ მიიღე და არ გინდოდა და სურვილი არ ქონდა, ხო? აზრი არა აქვს, ანუ რაც არ უნდა ადიდო, აქო და მაგარი ტრეიდები აგდო, დემო ტრეიდები აგდო პროფიტებში და შენ რეალურად იქ 20 ტრეიდი გაქვს, მანამდე გახსნილი და თავი ვერ გააკონტროლე, უბრალოდ და იმის ტრაკი არა გაქვს, რომ ეგ თავი გააკონტროლო და მოითმინო და ყოველ დღე 20 ტრეიდი არ გახსნა, ხო? აზრი არა აქვს, გინდ ICT კი ტრეიდია, გინდ Head and Shoulders კი ტრეიდია და გინდ Support Resistance კი ტრეიდია, ხო? მოდი კიდე ტექნიკურ ხარისსაც შევეხოთ. ტექნიკურ ხარისსაც შეეხება. ეხა pattern trading-ზე მექნება ეხა საუბარი უცებ. და რავი, ალბათ მე დავასრულებ ამ ვიდეოსაც თუ რამე თემა არ გამიელბო თავში. ამას ხალხო სკრიპტის გარეშე ველაპარაკო ყველაფერს, არც წინასწარ მქონდა დაგეგმილი რაზე ვისაუბრებდი, იმენა ჩათვალეთ.
იდეის გარეშე გელაპარაკებით, მინდოდა რომ უბრალოდ რომ ხალხთან მელაპარაკე და ესეთი ვიდეო მქონოდა YouTube-ზე. გავიზელეთ. Pattern trading-ზე. Pattern trading-ს დავცინი ვართ, ასე ვთქვათ, დასაცინიც არის კიდევ სისულელია, ინდიკატორების გამოყენება სისულელია ჩემი აზრით, ვინც გინდა შემეწინააღმდეგე და დამიმტკიცეთ. ეხლა risk management-ით რომ ბევრი რაღაცის გამოსვლა შეიძლება, სწორი data თუ აქვს შეგროვებული, ხო? მაგრამ ალოგიკური რაღაცები ყველაფერი სისულელია. თუ მე მარკეტზე ლოგიკას ვერ ხედავ და ვერ ვიაზრებ, მისი სისტემატურად გამოყენების აზრს და საფუძველს ვერ ხედავ. მოდი მაგალითად მოგიყვანთ, რავი, სკოლაში ყველა სწავლობდით, უნივერსიტეტში ან მე ხო ვიყავით, ხო, რაღაცას რო სწავლობდით. როგორ სწავლობდით, როცა იაზრებდით რაღაცას, ჩაუждდებოდით მართლა ისწავლიდით და ლოგიკას ექვემდებარებოდა, საზეპიროდ არა, ანუ როცა იაზრებდით რაღაცას, ის შეიძლება დღემდეც გახსოვდეთ, ხო? და დღემდეც შეიძლება ეგ გამოიყენოთ, ხო? ეგეთი მაგიტო არის ეს AIST კონცეფტი ძალიან კარგი, რომ ექვემდებარება ლოგიკას. აქვს მიზეზი ყველაფერს, რატომაც ხდება მარკეტზე, რაც ხდება, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, ხო? ამ მიზეზების ცოდნა, რავი, ჩემი აზრით ძალიან კარგი არის და რო მიზეზები იცი, მარკეტზე რაც ხდება და რანდომული არის და შემთხვევით რო არაფერი არ ხდება, ნუ ყველაფერი შეიძლება ითქვას, რომ არა ხანდახან, რავი, მარკეტია, ხო, მაინც ალბათობაზეა, მაინც საბოლოო ჯამში, მაგრამ როცა მიზეზები იცი რა რატო ხდება, მისი შემდეგში გამოსწორება და უკეთესად ქცევა შეგიძლია, ხო? ხო, ეხლა pattern trading-ს რაც შეეხება. ის head and shoulders-ი, ის ინდიკატორები რომ ამბობთ, რომ სისულელია, ხო? ვინც AIST კონცეფტს სწავლობთ, ცოტა გაცილებული ვარ, შეიძლება ვიშმოტუნოთ ღვირში, მაგრამ მაგას არ მომისმინოთ, მე მომისმინეთ. ეს AIST კონცეფტს ზოგი ძალიან იყენებთ, აი ერთწუთიანზე. აი მარტო იმენა ერთწუთიანზე ზიხართ და ერთწუთიანზე აკეთებთ ანალიზს და გგონიათ რომ ერთწუთიანზე მარკეტზე რაღაცა რომ მოხდება, ხო? იმენა პატერნი უბრალოდ 20-22 წლის მოდელი. დავაი, აგერ მოხდა. აგერ ჩამოვიდა ფასი, აგერ რაღაცა პატარა ფეროლგებში დისპლეისმენტი აქვს. აგერ გავიკეთეთ ფეროლგები. მარკეტ structure shift-ი არის 20-22 წლის მოდელი არის. მოდი გავლონგავ. ხო, და გაგსტოპოს მარკეტი ძალიან მარტივად. რატომ არ იმუშავა ამ ფეროლგება? იმიტომ რომ მარკეტზე ლოგიკა არ აქვს, მიზეზი არ არის მარკეტზე, რატომაც ზემოთ უნდა წავიდეს მარკეტი. მარკეტი ბულიში არ არის. მარკეტი არის bearish, ანუ მაღალ time frame-ზე მარკეტის order flow არ იყო ბულიში. მარკეტი ადისრესპექტებდა bullish PDR-ს და არ რესპექტებდა bearish PDR-ს. კეთდებოდა bearish PDR-ები. ამიტომაც ლოგიკას უნდა ექვემდებარებას თქვენი ტრეიდი. კი, შეიძლება ყველა ტრეიდი, რასაც ხსნი, თითქმის ერთგვარი მიზეზებით იყოს რა და თითქმის ყველა შეიძლება ერთმანეთს გავდეს, მაგრამ ყველა სხვადასხვა ლოგიკა აქვს. თითქმის ყველას. ხო? და ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება. ამას სჭირდება გამოცდილება. გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მაგას უნდა იაზრებდე. ანუ ადამიანი ტრეიდინგში რაც საჭიროა, ხო? ბევრმა იცით, აი იმენა იცით რაც საჭიროა რომ ეხა ეს საქმე გამოგივიდეს. დაჟე ინტერვიუები თუ გაქვს ჩემი მოსწავლეების ნანახი, თითქმის ყველაფერი ერთი და იგივე რაღაცა ილაპარაკეს. რომ გეგმა დავიცავი, გეგმას მივყევი, აი დრო მოვიდა როცა გეგმა დამეცვა, რო არ ვიცავდი გეგმას, რავი, მაშინ იმენა მარკეტი მტყნავდა. კონკრეტულად არ მაქვს საუბარი, ზოგადად თქვი და მაგის შემდეგ მოვიდა მარკეტიდან შედეგი, ჩემდამე. ხო? აი თუ ეგ მაგის სურვილი არ გაქვს, ხო? არ და იცით ეგ ყველაფერი რო საჭიროა. მოისმინეთ კიდევაც და ხა ბევრს ვისაც არ მოგისმინეთ, ჯობია მოусმინოთ მაგ ინტერვიუებს, რა ვიდეოებიც აქამდე დევს, ხო? თუ ეგ იცი და მაგას არ აკეთებ, ხო? აი ძალიან დიდ დროს კარგავ. აი როგორ უდგებით პროფირმების აკაუნტებს. თუ ვინ live აკაუნტსაც რავი, ზოგადად შეიძლება პროფირმები არ ცოდოთ რა არის. როგორ უდგებით საგამოსტო აკაუნტებს. მოდი გამოცდას უცებ გავივლი. ხო? აქ ხო ფულს მაინც ვერ შევღლობ და აი რა არის $50 გადავიხდი და არაფერი არ არის ზოგადად სექტული, რავი, ჩემთვის მაშინ ბევრი იყო. გადავიხდი ამ ფულს და უცებ გავივლი.
რომ მე ფული გავაკეთო მარკეტზე და იქ წესებს დავიცავ. არასწორია. შენ რომ მანდ იჩქარებ, მარტო იმიტომ რომ სადღაცაც გეჩქარებ არა და რეალურად უბრალოდ დროს კარგავ მაგ სიჩქარეში, მარკეტი ეგეთ ხალხს დიდხანს არაჩერებს, ვინც მომთმენები არ არიან, როგორც შედეგზე ორიენტირებული მოთმინება უნდა ქონდეს, ანუ შედეგზე ორიენტირებული არ უნდა იყო, უნდა იყო პროცესზე ორიენტირებული. და ის შედეგი რა შედეგის მიღებაც გინდა ამ საქმიდან, ხო მიიღებ მომავალში, ოღონდ როდესაც შენ კონცენტრაცია გექნება იმაზე, რომ თვითონ საქმე ისწავლო კარგად და კონცენტრაცია გქონდეს შენს execution-ზე, ტრეიდებზე. რომ რაც შეიძლება უკეთესი და უკეთესი იყოს მომავალში. მაგრამ შენი კონცენტრაცია როცა არის ფული, ხო? ფული გინდა რაც შეიძლება მალე იშობო და ფული გააკეთო რაც შეიძლება მალე. ფული ყველას უნდა, მაგრამ ის რაც საჭიროა მაგამდე მისვლისთვის, ხო? ეგ უნდა გააკეთო ჯერ. შენ ეს საქმე უნდა გიყვარდეს. თუ საქმე არ გიყვარს, ხო? მაგას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერცერთ საქმეს ვერ გააკეთებ. ორნაბიჯი რომ მუშაობდი, ხო? ორნაბიჯი იქ მუშაობა არ მისწორდებოდა არანაირად. არ მისწორდებოდა. იქ მე დავრჩები მთელი ცხოვრება, შანსი არაა. შანსი არაა. ვერ გავჩერდები. ხო და საქმე თუ არ გიყვარს, ხო? იმ საქმეს გრძელვადიანად ვერ გააკეთებ. რაც იმას ნიშნავს, რომ შენ სისტემატურ შედეგს მაგ საქმიდან ვერ მიიღებ. ამიტომაც შედეგზე ორიენტირებული არ იყოთ. მოთმინებაზე ვლაპარაკობდი, ანუ მოთმინება როგორც სანამ შედეგს მიიღებ, მაგამდე უნდა გქონდეს. ხო? ისე როგორც მარკეტზე რომ დაჯდები, იმის მოთმინება უნდა გქონდეს, რომ შენ სეტაპს დაელოდო და ისიც უნდა გააზრებული გქონდეს და გათავისებული, რომ დღეს მარკეტზე ჩემი სეტაპი რო არ იყოს, ძალით არ ვითრეიდებ, ძალით არ შევალ. ხო? ეს საქმე არის ბიზნესი. ამ ბიზნესს აქვს განსხვავებული მოდელი. ბიზნესში შესაძლებელია, რომ თუ ცუდ ხასიათზე ხარ, ხო? რაღაცა ბიზნესში რაღაცა საქმე რო აქვს, გასაკეთებელი, დავალება აქვს, დასაწერი, ხო? ცუდ ხასიათზე თუ ხარ, ხო? და ცუდ გუნებაზე თუ ხარ. შეგიძლია მაინც გააკეთო ეგ საქმე და შედეგი გამოიღოს. მაგრამ ტრეიდინგში თუ მარკეტზე ძალით ითრეიდებ, ხო? ძალით გააკეთებ რაღაცას. ძალიან ცუდ შედეგს მიიღებ მარკეტზე. შეიძლება ერთ ტრეიდ წააგო, მაგრამ ეგ ტრეიდ წაგება არაფერი არ იყოს, მე კიდე ერთი 20 გახსნა და აკაუნტიც გაანულო. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ მსგავსი ვიდეო, კიდე გადავიღებ, იმიტომ რომ სალაპარაკო მსგავს თემებზე ძალიან ბევრია და არ დამელევა. მე უფრო უკეთ მოვიფიქრებ რა კონკრეტულად რაზე ვილაპარაკო და რაზე დაგაინტერესებთ საუბარი. ხო. ვისაც მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ და კომენტარები დაწერეთ, რომ ბევრმა ხალხმა ნახოს და ბევრთან მივიდეს ეს ლაპარაკი. რაც ბევრს ძალიან დაეხმარება, ვიცი, თუ მოისმენს და კარგად გაითვალისწინებთ ყველაფერს და ხელს არ შეექმნებს უბრალოდ. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.